დილამ შვიდობის როგორ ხართ მიდიარი ისმის შემხმა ეს დილიც უმუშაობდა აში ზანდი ხასმა ველოდო როგორ ხართ ჩემო სიხარილებო ხომ ხართ კარგად ყველა ისევად ყველას შვიოვიან დღეს სიხარულს სიყვარულს თქვენ ოჯახებში ეხლა მე მომხარს კვერცხი ანუ რაც მაგ მაცივარში ბოლო პროდუქტებია საყიდელი მაგ რამდენი ხანია ესე ცოტა როგორ ვთქვა მარაგი აღარ მიყიდია რა მე მელაპოდი რა 3-4 დღეა და გამომეწია და 2-4 ეს წელდა ეს წელს რაღაცა მომინდეს და გავაკეთო კვერცხი უნდა იყოს ორი ჯობია მაგრამ აუზო და რაღაცაში გავარმერე გავიქის გოგოებო გუში წყალი ვიწვიტეს ეხლა გავეცნები ცოტა გასარიცხი და იდე კარგი ახლა უკვე არის წყალი მოსულია საღამოთი არც ავსებული მქონდა მათი ატყდა წყალი მინდაო კიდე კარგი რომ ჩაინიქში ცოტა იყო და მე ჩემთვის იქ პატარა თერმოსი ჭიქა მიდეს და იქაც მქონდა ცოტა წყალი რო არ არის ხო იცით მაშინ მომდებათ ბავშვებს ხოლმე წყალი არა და უკვე ესე გვიან ვეღარც გახვალ რა ასად უნდა გავხურიყავით რომ ვეყიდა გვიან ძალიან გვიან და არც SMS-ი მომივიდა და არც არაფერი თან შეიძლება ესე გავუფრთხილებლად უცბად რო დაგიწვეტავენ წყალს ჩაგიქრობენ გამოგითავენ დენს დავუშვათ აგას განძნელია რა უნდა გააკეთო ისე წინ მოემზადები მაინც ხო კიდე კარგი რომ მალე მოდის ხოლმე ესე ეხა დავლიოთ დილით არასოდეს არ არის ისე არ ხდება რომ ცუდ ხასიათზე ავდგე ხო გინახიათ ისეთი ადამიანები აი რა ვიცი დილით რო ძალიან ცუდ ხასიათზე არიან ან თქვენ თუ გქონიათ ეგეთი შემთხვევა შეიძლება დღის განმავლობაში ხასიათი გამიფუჭდეს მაგრამ დილით ყოველთვის კარგ ხასიათზე ვიგვიწებ ყოველ დღე და რა კარგია ეს მე მინახია ეგეთი ადამიანები ვერ დაელაპარაკები დილით საერთოდ თომაზეც ვერ გასცემ სულ არის ყველაფერზე ჩხუბის ხასიათია და მე არ ვარ ეგრე და არც გია ძალიან კარგ ხასიათზე იგუძებს დილით კარგ განწყობაზე მიუხედავად იმისა რომ როგორი ღლება მუშაობს დაღლილი მოდის ძალიან ძილი მაინც არ აყოფნის ხან დილით ადრე დგება რომ წავიდეს და დილიდანვე დაიწყოს მუშაობა და მაინც კარგ ხასიათზეა ხოლმე დილით მათ ესე ფერება ვიცინი ვართ ხოლმე დილიდანვე ხო და ძალიან ძნელია დილით რომ ცუდ ხასიათზე რომ იწყებ დილით წვიმს და იქ ისე განათებები აქვთ გარეთ აი სახალწროც რო გააკეთეს განათებები აივანზე წვიმს გაგანებ
დაზდის წვიმა ამ განათებებს. ვინც ამთია? ამიცი. ხო და ესე. ზოგიანი დილით არ არსებობს, რომ მაგალითად წყალი გადაივლოს არ შეუძლია. ახლა გაუძებულზე მე პირიქით ადამიანების ძალიან გავსხვავდებით, მე დილით უფრო მიყვარს. თავსაც რო ვიბან ხოლმე დილით მირჩევნია, ვიდრე ღამე, ხო? ღამეიბანე ძირითადად, რომ არ შესცივდეთ მერე დილით რო დაიბანე, გარეთ გასასვლელებია და მესვისე ვარ. და ამითი არასდროს არ გავციებული ვარ, რა ვიცი. ერთი სიტყვით მიყვარს დილიდანვე პოზიტიურად დაწყება ცხოვრებისა. ყოველ დღე და ჩემი ხასიათიც მიწყობს ამაში ხელს. იმ დღეს TikTok-ზე ერთი ძალიან კაი გოგო არის, სხვათა შორის მარტო ეგ ამყავს გამოწერილი, გამოვიწერე ეგ გოგო რა. მომწონს ძალიან დაახლოებით ესე ჩემი ასაკისა არის. ხო და ისეთი მოკლე და ძალიან საინტერესო ვიდეოები აქვს და ეგ ამბობდა რომ დილით მოიცა რომელიღაცა ერთ-ერთ ვიდეოში ესეთი რაღაცა თქვა როგორ მშურსო იმ ადამიანებისო რომლებიც დილით დგებიანო ყველაფერს ასწრებენო ყველაფრის ხალისი არიანო და რაღაცნაირად მე თითქოს არ მქონია ეგეთი მომენტი მე რო ავდგებიო სანამ ყავას ჯერ ძლივს ვდგებიო მეზარება ვადგომა მერე სანამ ყავას მოვიდუღებო სანამ დავლევო თუ სადმე ვარ წასასვლელიო სუბოდიშები მიწევსო რომ ვაგვიანებო და ანუ ძალიან ნელა ვიღვიძებო აქტიურად და ძალიან ნელა ვაკეთებ ამ ყველაფერს გვიან გამოვდივარ ძილიდან ალბათ მე არა გოგოებო არა მქონია ეგეთი შემთხვევა რომ დილით მეზარებოდეს ადგომა პირიქით რო გავიღვიძებ თუ ლოგინში დავიჩი ცოტა ხანი ისე ვიღლები თუ არ ავდექი აი დილას ზუსტად მაგაზე დავიწვეთ ლაპარაკი ეს მაგაზე ველაპარაკებოდი არ მიყვარს რო გავიღვიძებ წოლა დღეც არ არსებობს წამოვწვე არ მიყვარს წოლა ზოგადად არ მიყვარს და რა ვქნა ძალიან ყოჩაღი ვარ ეგრე გამოდის ხო არ მიყვარს დღე ვერ დამაწვენ რომ აი მაგალითად ბაბუაჩემი კი ძალიან იღლებოდა ხოლმე და დღე აუცილებლად შუადღით წვებოდა და ისვენებდა მამაჩემის დედა ძალიან ყოჩაღი ქალი ძალიან მაგარი ქალი იყო ბებია ჩემი ხოლმე მე მახსოვს ხო მივდიოდი ხოლმე და წვებოდა შუადღით აუცილებლად და იძინებდა ხოლმე ცოტა ხანი შეიძლება არ იძინებდა ისვენებდა მერი ადგებოდა და ისევ აგრძელებდა მთელი კი არ იწვა ცოტა ხანი 1-15 წუთი 20 წუთი ეგრე აგრძელებდა ისევ თავის საქმეს ხო და მე ეგეც არ მიყვარს 20 წუთიც არ მიყვარს რომ დამოვიწყო ვერ დამინახავთ მაშინ ცუდად უნდა ვიყო ან სიცხე უნდა მქონდეს მithმა დამიფაროს მეც და ყველაც ცუდად ყოფნისთვის კიდე რაღაცა შეუძლოდ უნდა ვიყო რომ დავწვე დილითაც ეგრე ზუსტად სიცოცხლის ხალისით ვდგები და ვუდგები ჩემს საქმეებს ანუ ვიწყებ ყველაფრის
ხალისით გაკეთებას. თუ მე რაღაცაზე გამიფუჭდა ეხლა ხასიათი რამე ცუდი ამბავი გავიგე, ან რაღაცა ხანდახან სიზარმაცე შეიძლება მომერიოს, ანუ მომერიოს ვერ მერება. აი რაღაცა გაიგე ისეთი და ცუდ განწყობაზე დადექი, მე თითქოს გეზარება რომ გააგრძელო შენი საქმე, მაგრამ მე მაგ დროს უფრო ჩემ თავს შემოვუძახებ ხოლმე. როგორ თქვა, აი მოვქუჩრავ ხოლმე რომ არა უნდა გააკეთო, გარეთაც თუ გეზარება, გუშინაც ეგრე ვიყავი, გავედი მაინც. თუ შევატყერო მეზარება, მაინც ვდგები ვიცმე და მივდივარ და მე მოვდივარ კარგად კვეთიდან, კარგ ხასიათზე. რავი, ალბათ ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენ თავს, მაგრამ ხასიათზეც არის ეს. ხასიათზე. ღამე გვიან ვიძინებ, ძალიან ადრე დაძინება არ მიყვარს 12 პირველისკენ. დედაჩემიც ესე იყო ხოლმე მახსოვს, ძალიან გავარ მე დედაჩემს, ყველანაირად, ყველება გამინდა ეხლა. ხოდა ჩემი ტოლი როცა იყო, ჩემზე პატარა კიდე 27 წლის, დილით უყვარდა ხოლმე დილით ძილი. საღამოთიც ადრე ვწვებოდით ხოლმე, იმიტომ რომ ხან შუქი არ იყო ხოლმე ჩვენთან, მახსოვს ლამპები გვქონდა ხოლმე, სანთლები გვქონდა ხოლმე, რა ვიცი, ისე ჩვენი 90-იანებში ვინც ვართ გაზრდილები, ეგ ყველაფერი ხო გვახსოვს ყველას კარგად. მაგრამ მეც ეგრე ვიქნები ალბათ კიდე რომ მომემატება ცოტა წლები, სულ დგებოდა ძალიან ადრე. ნათელი ქალი არის ძალიან, დედაჩემიც პოზიტიური. ზოგს რო უყვარს ჩამუქებული ის არა ქვია, მე ვიცი ეგეთი ოჯახები, რომ ზოგი მაგალითად ძალიან, ანუ სინათლეც კი არ უყვართ რა, რომ შემოდიოდეს სახლში და ძალიან აბნელებენ ფანჯრებს, მუქ აი თითქოს სიმკვეთლოვეს გრძნობენ მაგ ყველაფერში. ესე იგი, რაც დრო გადის, ისე ვამგვანებ ჩემ თავს, დედაჩემს, ყველაფერში ძალიან, მაგრამ ყველაფერში ცოტა შეგრიდეს და დავლიოთ. და კარგია ეს, სიამოვნებს და მიხარია დედაჩემს, რომ გევარაღა ვისწვნავ გავთ. ბებია ჩემსაც მამგვანებენ, დედაჩემის დედას. მახსოვს ცოტათი, 6 წლისა ვიყავი, რო გარდაიცვალა. მამის დედა უფრო კარგად მახსოვს, ვიდრე დედის. მამის დედა რო გარდაიცვალა, ვიყავი უფრო დიდი. გათხოვილი ვიყავი. ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ დედის დედა პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც მახსოვს, რომ ჩავდიოდით ხოლმე, შალი ქონდა ხოლმე შემოხვეული და იქ იჯდა ხოლმე სკამზე, ისე კარგა მახსოვს, რომ რა ვიცი. კარგი ბაბოები მყავდა ორივე, ოჩახები ორივე. რაც მთავარია.
ხოჩა გუში საღამოში ისე მომიტა შოკოლადი რა მისწავედი და შოკოლადი ხანი გვიან ძალიან მომინდა დღეს უნდა ვიყიდო ახლა გავუშვა სკოლაში მათე ახლა და თან გარეთ წვიმს ცივა Basta. მადლობა ჩვენ თავებს როგორებიც ვართ. თუ დილით დავუშვათ ცუდ ხასიათზე დგები, არც ეგარ არის პრობლემა. ზოგი შეიძლება დილიდანვე ჩემსავით არ სჭირდებოდეს ხელის შეწყობა ძალიან და კარგ ხასიათზე დგებოდეს, მაგრამ თუ არ არის ეგრე, გააკეთე ესეთი რაღაცები, რაც მოგიყვანს ხასიათზე. ზოგს წყალი შველის მიერ მიყვარს წყალი დილით, მეყავა უფრო სიამოვნებს, ზოგს ჩაი, ნეტარ ჩაი დაგიოდე და ვიხთან ერთად ჩაიო, დიაო და ყველა ადამიანი არის ძალიან საინტერესო თავისი ბუნებით, თავისი ხასიათით. უასი. და მადლობა ღმერთს, რომ ინდივიდუალურები ვართ, ყველა სხვადასხვანაირები ვართ და სვირთნაირები არ ვართ. ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. რობოტები ვით რო ვიყოთ ერთნაირები. იმიტომ არ მჯერავს მე რობოტული სისტემისა, რომ მაგათმა რამე წარმატება პოვონ. ძალიან მოსაწყენები არიან. ღმერთიც არ დაუშვებს მაგას. იმიტომ რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა ეს რობოტებს კიდევ უკვე ადამიანები ქმნიან, არ ვიცი ექსაკეთებელი. სადამდე უნდათ რომ მიიყვანონ ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდად ავფიქრობ, რომ მაგარი დავხსნებიულობ, იმიტომ რომ ვარი არსებობს რისკიდაც უკვე ღმერთი აღარ დაუშვებს, როგორ ამიტომ არ ინერვიულობთ. ვერაფერს გახდებია.
ახალსენი გვაქვს ჩვენ. საინტერესოა რომ მაგაზე ბიბლიაში არაფერი არ აწერია. საზარელ ამბებს გაიგებთო და რა ვიცი, შეიძლება შემაშფოთებელი ამბებში იყოს ეგეც. რობოტებს რომ შვილებს აჩენინებენ უკვე. დავდი. ჩაფული გაგვიძია. ეცერზე გადავედი ახლა ლაპარაკი. რობოტიზირება რომ ის თითქოს მსოფლიოში და ზოგისთვის ხო საშიშია, მაგრამ ღმერთი ალბათ გია მაგაზე არ უნებო ხომ არ დაუშვებს მაგას. დაშვებით და ყველაფერს ვფიქრობ, დაუშვებს. რომ ბიბლიაში რო არაფერი არ არის მაგაზე ჩაწერილი. რა უკვე ისიაკეთებენ, რომ რობოტებში შეიძლება რაღაცა ბავშვებიც კი ისაქმნან, გამოზარდონ და გააჩენინონ და ესეთი რეკლამებია. მაგრამ სირეებს აკეთებენ. ნუ საერთოდ